სტატუსების გამო გასამართლება გრძელდება მოქალაქეების დღესაც საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესები, სადაც მომჩივანი არის ქართული ოცნება, მისი წარმომადგენლები, ხოლო ის სასამართლო პროცესებიც იმართება არიან ან ჟურნალისტები, ან სამოქალაქო აქტივისტები, ან უბრალოდ ის მოქალაქეები, რომლებიც Facebook-ზე წერენ ქართული ოცნებისადმი კრიტიკულ განცხადებებს. სწორედ ეს აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის მიუღებელი, მათ მომართეს სასამართლოს და ახლა უკვე მეორე დღეა იმართება სწორედ მოქალაქეების პროცესები. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არის ჯარიმები სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც სოციალურ ქსელში ქართული ოცნება გააკრიტიკა, თუმცა ისინი ელიან ასევე უფრო მკაცრ სასჯელსაც და არ გამორიცხავ, რომ შესაძლოა პატიმრობის შემთხვევებიც იყოს, თუნდაც დღევანდელ სასამართლო პროცესებზე. გიორგი ტუმასიანი თვლის სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ასევე კრიტიკული შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა, რომ რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ის, რასაც მანამდე საუბრობდნენ, დიქტატურის გამყარებას ცდილობს ახლა ქართული ოცნება და სწორედ ასე საზოგადოებრივი კრიტიკული აზრის ჩახშობით ცდილობს თავისი სასურველს მიაღწიოს. გარდა ამისა, დღეს სასამართლო პროცესები იქნება ჟურნალისტების, მათ შორის TV პირველის წამყვანების, რომლებთა ნაწილის პროცესი გუშინ იყო, თუმცა ისინი დღეს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან. მე მიჩვრის მარიამ ლაშხი და კონკრეტულად ნედავება იმას, რომ სიტყვებით თანამედროვე ბოლშევიკი და სამშობლოს მოღალატე მას შეურაცხყოფა მივაყენა, თუმცა ეს პოლიტიკური შეფასებაა და ამით პრაქტიკულად ცენზურის დაკანონება უნდა საქართველოში. ეს მცდელობა არის შეაშინოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, აქტიური ნაწილი ჩვენი საზოგადოების იმისთვის, რომ დანარჩენებმა სოციალურ მედიაში თვით ცენზურა მოახდინონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმუშავებს, არავის არ შეეშინდება. მოლოდინები არაფერი არ მაქვს, ალბათ ჯარიმით დასრულდება ეს ყველაფერი 18 ივნისს. სავარაუდოდ ესე იქნება, იმიტომ რომ როგორც მე ხვდე, ძალიან შეურაცხყოფილია მარიამ ლაშხი. და მიზანი არის, რომ ჩვენ არ ვწეროთ, მაგრამ Facebook-ზე თუ შევა მარიამ ლაშხი, ნახავს, რომ მარტო მისი ფოტოებია და მარტო მასზე წერენ. მეც შევწუხდი უკვე და მინდა ხალხს შევთხოვო, რომ შეწყვიტონ მარიამ ლაშხზე წერა, შეწყვიტეთ, ხალხს საკმარისია უკვე. ცენზურის დამყარება და დიქტატურის გამყარება, ასეთი შეფასებები მოხდა სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან სასამართლოში Facebook სტატუსების გამო დაწყებულ სასამართლო სერიებს. ისინი თვლიან, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოქალაქეების დაშინებას ისახავს მიზნად, თუ აქამდე ვხედავდით მაგალითად გაზრდილ ჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, ახლა ქართულმა ოცნებამ მათი შეფასებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფრო გაამკაცროს და დააშინოს მოქალაქეები და ახლა უკვე სოციალურ ქსელში აუკრძალოთ მათ თავისუფლად პოზიციის დაფიქსირება. როდესაც ჩემი რუსი მეგობრები მიყვებოდნენ იმის შესახებ, როგორ არ აქვთ უფლება და საშუალება, რომ სოციალურ ქსელში რამე დაწერონ, როგორ დაუხურეს Facebook-ი აუკრძალეს რაღაცა სიტყვების თქმა, რაღაცა ჩემთვის იყო აბსოლუტურად რაღაც ძალიან შორეული ეს ყველაფერი და ჩვენ ეს არ გვეხებოდა, ჩვენ ეს არ დაგვემართებოდა. ჩვენგან ბელორუსია არ გამოვა, ჩვენგან რუსეთი არ გამოვა და ეხლა ერთ-ერთმა აი რუსეთიდან გამოქცეულმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ომს და პუტინის რეჟიმს გამოექცა, მითხრა, რომ ცოტა იმისი მეშინია უკვე რომ თქვენ რა მოვიდით რომ რუსეთში გავიღვიძოთ რუსეთში კი არა მე გავიღვიძე უკვე რუსულ საქართველოში ხო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მათ ძალიან კარგად იციან რომ ეს გამოიწვევს იმას რომ უბრალოდ უფრო ხშირად გაჟღერდება მათი სახელები და გვარები მონის კონტექსტში. ეს გააკეთეს იმისთვის ჩემი აზრით რომ გადაეფარათ რაიმე რაღაც სხვა საკითხებით. ამ პროტესტის მთავარი იარაღი ნამდვილად არ არის მათი პირადი შეურაცხყოფა და აბილწილყობა, ამის გარეშეც ძალიან დიდი სიმართლე და იარაღებია ჩვენს ხელთ გულისხმობ რა თქმა უნდა იმ მორალურ უპირატესობას სიმართლეს რაც ჩვენ გვაქვს. ალბათ რო არსებობდეს რაღაცა გილდეა და ჯილდო ავტორიტარებისთვის და დიქტატორებისთვის ქართულ ოცნებას სისწრაფის მხრივ ვერავინ ვერ შეედრებოდა. ეს არის პირდაპირ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის გადაწყვეტეს უცებ რომ აღზარდონ საზოგადოება. საზოგადოების აღზრდა არ არის სახელმწიფოს პრეროგატივა არანაირად. სახელმწიფოს პრეროგატივა არის კეთილი ინებოს და ემსახუროს საზოგადოებას და მათ გადაწყვეტეს რომ საზოგადოება იმსახურონ აქეთ და ასე დიდხანს რეჟიმი ვერ გაძლებს.
Facebook სტატუსის გამო მომართული საჩივრის შემდეგ ახლა პირველი ვისეც გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას, ეს არის ეკა მიშველაძე დაახლოებით 15 წუთში ნინო ენუქიძემ უნდა გამოაცხადოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით, ხოლო 1 საათში დააჯარიმებენ თუ ადმინისტრაციული პატიმრობას დააკისრებენ, უკვე გაიგებს ტუმასიანი, რადგან სწორედ ასე მიყოლებით არის ჩანიშნული მათი პროცესები დღეს საქალაქო სასამართლოში.